ათილგანი და ილიას იავუზი. ძველი საიდუმლო. დედა, კეთილი იყოს შენი დაბრუნება. ნერვიულობ, მაინტერესებს რა მოხდა. ჩინარს დაელაპარაკე? რა გითხრა? რამე პრობლემაა? დედა, კარგად ხარ? საკმარისი არ ძალო. დაკითხვა ნუ მომიწყვე. როგორ გეკადრება დედა? რა უფლება მაქვს დაგკითხო? უბრალოდ მაინტერესებდა რა მოხდა. მეგონა რომ თურგუთის მოსვლამდე შვიდად დავილაპარაკებდით. ლაპარაკი არ მსურს. ჩემს ოთახში ავალ. ცოტას დავისვენებ. შენი რძლის შესაძლებლობებს ვერ აფასებ, ქალბატონო ასია. გინდა რომ ყველაფერი დამოუკიდებლად მოაგვარო, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადო, მაინც გავარკვევ რას აპირებ. მართლა გთხოვ დამეხმარე. მადლობა ღმერთს. აქ რა ხდება? რატომ ვერ ისვენებ? შვიდად იყავი, თორემ უბედურებას დაატრიალებ. გთხოვ გამიშვი. გეფიცები პოლიციას არაფერს ვეტყვი. გევედრები გამიშვი. უბრალოდ მინდა ჩემი შვილების გვერდით ვიყო. რომ გაგიშვა ქალბატონს რა პასუხი გავცე? იჯექი სადაც იხარ, ვერსად გაიქცევი. ქალბატონი მირეკავს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიიღო. ლოცვა დაიწყე, რადგან ამისთვის დრო აღარ გექნება. გთხოვ, ნუ მომკლავ. ნუ მომკლავ ისე, რომ ჩემი შვილები ბოლოჯერ არ ვნახო. გისმენთ, ქალბატონო. მნიშვნელოვანი დავალება უნდა მოგცე. როგორც მიბრძანებთ, ქალბატონო. დედა ასიესთან მიგაქვს? დიახ. დედა ასიე დღეს ცუდ ხასიათზეა. დასამშვიდებლად გვირილის ჩაი მოუმზადე, რომ დალიოს, თორემ მაღალი წნევაში აწუხებს. მომეცი მეწაბუღებ. არ შეწუხდები ცოლა. მომეცი. შენ ხომ გსოვდი? არ მოცდე. მინდა რომ მალე დაასრულო. მიდი, გსოვე. თქვენც მოგეწონათ არა? რაც შეიძლება მალე დავასრულებ და ტელევიზორის თავზე დავაფენ. მომეწონა. მინდა რომ მალე დაასრულო, ამიტომ ახლა გააგრძელე შენი საქმე. დათმობაზე აღარ წავალ. იმ გველს დღესვე უნდა მოეღოს ბოლო. ამიერიდან ჩვენს ცხოვრებაში ქალის სახელად ჩინარი აღარ იარსებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავის ქვეშევრდომს აიძულებს ის გააკეთოს, რაც თურგუთმა ვერ გააკეთა. არც შეტყობინებაზე მიპასუხა. 1 საათი გავიდა და სიახლე ჯერ კიდევ არაფერია. სათხარ დედა. ბიძიას დავურეკავ. ალო, ბიძია. ქალბატონო სეჰერ, მე მუჯგანი ვარ. ბატონი თურგუთის მდივანი. ის ახლა თათბირზეა, თუ რამეს დამაბარებთ, გადავცემ. ქალბატონო აიშეს ელაპარაკება? არა, ბატონ ისმეთს. ბიძა ჩემს ახლავე უნდა დაველაპარაკო. გთხოვთ უთხარით, რომ შეხვედრა 2 წუთით შეწყვიტოს. წუხვარ, მაგრამ ეს შეუძლებელია. წინასწარ გამოფრთხილა, რომ არ შემეწუხებინა. გთხოვთ მოგვიანებით დაურეკეთ. კარგი, კარგი.
ალო, დეიდა ჰადია. დედა ჩემი მოვიდა, ვურეკავდა არ მპასუხობს. არ მოსულა შვილო, მეც ნერვიულობ. სად დაიკარგა? ბიძა შენს დაურეკე? დავურეკე, მაგრამ შეხვედრაზე, ამიტომ ვერ დაველაპარაკე. მერთო. სად უნდა წასულიყო? არ ვიცი, რაღაც ხდება, მაგრამ რა? იმედია ცუდი არაფერი მომხდარა. სჯობს კომპანიაში წავიდე და ბიძიას პირისპირ დაველაპარაკო. კარგი, არ დაიკარგო. თუ რამეს გაიგებ, შემატყობინე, კარგი? კარგი. დედა ჩემი შეიძლება გზაშია. თუ სახლში მოვიდა, უთხარი რომ დამირეკოს. კარგი, არ ინერვიულო, ვეტყვი. ეს ჩინარის აქციელს არ გავს. საქმე რომ მქონოდა დამირეკავდა. მერთო. იმედია ცუდი არაფერი მომხდარა. ღმერთო, ყველაზე ცუდი პერიოდი შენ და მირწმენამ გადამატანინა. უიმედოს მარტო არ მტოვებდი. 20 წელი გისასებს მიღმავ ცხოვრობდი და იმ დღეზე ვოცნებობდი, როცა ჩემს შვილებს ვნახავდი. შეიძლება რამდენიმე წუთში ან რამდენიმე წელიწადში გავაერთიანო ჩემი ოჯახი. ჩემი შვილები და შვილიშვილი გულში ჩავიკრა. არავინ იცის რა მიწერია, მაგრამ ამ სიტუაციაში არ ვკარგავ შენს იმედს. იმიტომ რომ ვიცი, თუ ჩემი დრო არ ამოწურულა. მომცემ შანსს, რომ დედა ასიესგან თავი დავიხსნა. ერჯუმენტ, ნუ ღარ დამელოდები. განრიგი შეიცვალა. ამაღამ ბატონი ისმეთთან ერთად ანკარაში გავფრინდები. აეროპორტში მისი მძღოლი მიგვიყვანს. კარგი ბიძია თურქოთ. როგორც მიბრძანებთ? ქალბატონი ესმა როგორ არის? ქალბატონი ესმას მკურნალობა დავასრულეთ. სანერვიულო არაფერია. წრილობა დავამუშავეთ. მალე გამოჯამრთელებას უსურვებ. მადლობა ღმერთ. ქალბატონო ესმა, კარგად ხართ? მე კარგად ვარ. ზეინები როგორ არის? სამწუხაროდ ქალბატონი ზეინები მძიმე მდგომარეობაშია. შინაგანი სისხლდენის შემთხვევაში გოგონას ამაღამ ექიმების დაკვირვების ქვეშ ამყოფებენ. ასეთ რამეს მტერიც კი არ გაგიკეთებს. ცოლი რა დღეში ჩააგდო? რა გაუკეთა იმ გოგოს? ამას ასე არ დავტოვებ. ვანანებ რაც ჩაიდინა. იქამდე არ მოვისვენებ, სანამ ციხეში არ გამოვკეტავ. არ ინერვიულო. უკვე ზომები მივიღე. პოლიციამ დააკავა. ძალიან კარგი. ამიერიდან ვერც ზეინებს და ვერც სხვა ვინმეს ვერ დააზარალებს. იმედია მკაცრად დაისჯება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ქალბატონო სეჰერ. ხვალ კონტრაქტს მოვაწერთ ხელს და საღამოს დირექტორთა საბჭოსთან ერთად აღნიშნავთ. ყოველ შემთხვევაში მაშინვე სტამბოლში არ დავბრუნდებით. კარგი აზრია, იმედია პრობლემა არ იქნება. მაშინვე სტამბოლში დაბრუნებას არც ვაპირებდი. რა პრობლემა უნდა იყოს? ჩემი აზრით კონტრაქტის პირობებზე ორივე მხარე თანახმაა. რამე გაწუხებს? გინდა რომ პირობები შევცვალოთ? არა, ჩემი წოხილი სამსახურს არ უკავშირდება. ეს ოჯახს ეხება. არის რაღაცები, რაც გასარკვევია, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვიფიქრე. არ მინდა რაიმე სიურპრიზს გადავეყარო.
ჩემო ვარდო. ამ დროს აქ რას აკეთებ? ნუ თუ შენი ქმრის მონატრებას ვეღარ გაუძელი და სამსახურში მოაკითხე. ბიძა ჩემი სად არის? ამ ხელა გზა ბიძა შენის მოსაკითხად გამოიარე. შეხვედრა ჰქონდა. ახლა ანკარაში მიდის თავის პარტნიორთან ერთად. უკვე წავიდნენ? არ ვიცი, ბატონი ისმეც ელაპარაკებოდა. მე რამდენიმე დღით დამითხოვა. შენ რა დაგემართა? ბიძია თურგუთს რატომ ეძებ, მოხდა რამე? მთელი დღე ბიძა ჩემის გვერდით იყავი? ძვირფასო მგონი დაგავიწყდა, რომ შენი ქმარი თურგუთ ფოირაზის პირადი მძღოლია. რა თქმა უნდა, მის გვერდით ვიყავი. შენ რატომ დაურეკე? მასთან რა საქმე გაქვს? დეიდა აიშე შუა დღისას ბიძიასთან შეხვედრას აპირებდა. 1 საათით გავიდა და ვეღარ ვუკავშირდები. ვღელავ რამე ხომ არ დაემართა. ერთმანეთს შეხვდნენ. ბიძა შენს ფულით სავსე ჩანთა გამოართო და წავიდა. არი ნერვიულო. კარგად იქნება. ალბათ სიხარულისგან მეცხრეცაზეა. რას ამბობ, ეგ როგორ? ალბათ არასწორად გაიგე. დეიდა აიშე ფულს როგორ აიღებდა? არ ვიცი ძვირფასო, რაც დავინახე ის გითხარი. ბიძა შენმა ფულით სავსე ჩანთა გადასცა. სისულელებს ნუ ამბობ. დეიდა აიშე ფულს ბიძა ჩემს რატომ სთხოვდა? შეიძლება ბიძიამ შესთავაზა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ არ გამოართმევდა. საყვარელო, ჩემი თვალით დავინახე. რამდენიმე ქურუში კი არა, ჩანთაში საკმაოდ დიდი ოდენობის ფული იყო. გონი ის ქალი უნდა დაივიწყო. ამიერიდან ყურადღების ღირსად აღარ ჩაგთვლის. წავა და თავის სიმდიდრით დატკბება. არა უშავს მალე დაივიწყებ. წამოდი წავიდეთ. სანამ ბიძიას არ დაველაპარაკები არსად წავალ. სიმართლე უნდა გავარკვიო. ბიძა შენი უკვე აეროპორტის გზაზეა საყვარელო. ბიძია, მომგითხარი ძვირფასო, წავიდნენ, რატომ არ მისმენ? გთხოვთ შემიბრალეთ. უფლება მომეცით, ჩემს შვილებთან წავიდე. გებიცებით, პოლიციაში არ დაგასმენთ. ალბათ თქვენც გყავთ შვილები და მშობლები. გთხოვთ. გაქცევას ნუ ეცდებით. ვერაფერს გამომაპარებთ. ქალბატონ ასიასაც არ დაველოდები ისე გამოგასალმებთ სიცოცხლეს. შეუძლებელია ერჯუმენტის ნათქვამი სიმართლე იყოს. შეუძლებელია ის ფული აიღო და წასულიყო. შენს შვილებს რამდენიმე ქურუშად ვერ გაყიდდი. სად ხარ დედა? გამოჩნდი და გააკარწყლე ეს სისულელე. არ მინდა რამეში დაგადანაშაულო. ბიძა ჩემსაც კი ვერ დაველაპარაკე. მიდი შვილო. მიპასუხე საჰერ. ამ დროს ვინ რეკავს? ვინ უნდა რეკავდეს? საჰერ? მიდი შვილო, მიპასუხე.
როცა ნახავს და მირეკავს. რაკენი, რაც გითხარი გააკეთე? კარგი. დაგირეკავ. დედა როგორ ხარ? სულ ძალიან გაბრაზებული იყავი. შენზე ვღელავდი. საწახვედი. ჩინარს ელაპარაკე? გთხოვ რამე მითხარი დედა, ძალიან ვღელავ. საქმე მაქვს რძალო. ნუ დამაყოვნებ. დედა რაღაც უნდა მეთქვა. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თურგუთის ზურგს უკან ვმოქმედებ. ხომ არ ვუთხრათ, რომ ჩინარმა ფული არ აიღო? ვინც ჩემს სიტყვას პატივს არ სცემს. ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ ვშლი. ჩინარისგან მაგალითი რატომ ვერ აიღე? თურგუთი ვერაფერს გაიგებს. ტყუილად ნუ მაყოვნებ. ფიდან ძღოლს უთხარი მანქანა გაამზადოს. იმედია ჩინარს თავიდან მომაშორებ. მერე კი შენც წახვალ სოფელში. დედას დაურეკავს. მადლობა ღმერთს. გთხოვ, მიპასუხე დედა, ძალიან გთხოვ. მიპასუხე. მიპასუხე, არ მინდა ის სისულელე დავიჯერო. ზეհერი რეკავს, მადლობა ღმერთს. დედა გესმის ჩემი? დედა! დედა! ზეհერ! აქ ვარ შვილო! აქ ვარ ჩემო ძვირფასო! კითხარი ვერსად გამექცევი მეთქი. ახლა დაისჯები და შენს თავს დააბრალე. ამას მე წავიღებ და შევჭამ. ახლა ამის დრო იყო. მთელი გზა გადათხრილია. სად ხარ დედა? ღმერთო, გთხოვ, არაფერი დაემართოს. დაო, სად მივდივართ? არაფერი გითქვამს. უკან მოუბრუნდით. ფოირაზების სახლში მივდივარ. კარგი დაო. არა. ნამდვილად რაღაც დაემართა. ბიძიასთვის აქამდე უნდა მეკითხა რა მოხდა. კარგი. ეს ქალი ისეთი გაბრაზებულია, ჩინარს არ დაინდობს. მოკლავს. რაც მოხდება, მოხდება. თავარია ამ სტრესს თავი დავახციო. ოღონდ სახლში სიმშვიდემ დაისადგუროს. მეტი აღარაფერი მინდა. ეს ბები არ არის? ნეტავასე ნაჩქარევად სად მიდის? დედა ჩემს რამე ხომ არ დაუშავა? რამე მითხარი დაო? თქვენ რომ თხოვეთ იმის ამარცე მოვედით. არ გადახვალთ? არა, გადავიფიქრე. წინ რომ მანქანა მიდის, იმას გახყევით. კარგი დაო.
იმედია დედაჩემის გაუჩინარებასთან კავშირი არ გაქვს ბებია. როგორც იქნა ამდენი წლის შემდეგ დედაჩემს შევხვდი. მას რომ რამე დაუშავა, არც მე და არც ჩემი და-ძმა ამას არ გაპატიებთ. იმედია ვწდები. იმედია ჩემი წინათ გრძნობა მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა. ამ მანქანას არ ჩამორჩეთ. ეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. კარგი და არ ინერვიულო. ყველად ნუიწვალებ. აქედან შენს გვამს გაიტანენ. რომ ცეცადო მაინც ვერ შეცვლი ვერაფერს. სულ სარკეში რატომ იყურები? წინ იყურე და მანქანა მართე. საჭესთან პირველად იხარ? სარკეში იმიტომ ვიყურები, რომ ტაქსის ვამოწმებ ქალბატონო. უკან რა დაგრჩენია? წინ იყურე. რამეს არ დაეჯახო. მას შემდეგ რაც სახლიდან გამოვედით ტაქსი მოყვება. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ ბევრჯერ შევამოწმე და ნამდვილად ჩვენ მოყვება. თუ არ ვწდები ტაქსიში ქალიზეს. როგორ მოვიქცეთ ქალბატონო? როგორ მოვიქცეთ? რასაკვირველია უნდა ჩამოვიშოროთ. როგორც მიბრძანებთ ქალბატონო? სეჰერ. ახლა შენი თავი არ მაქვს. სად არიან? რატომ ვერ ვხედავ? მეც ვერ მივხვდი დაო. ჩვენ წინ რამდენიმე მანქანა მიდიოდა და ვერ ვხედავდი. უცებ გაუჩინარდნენ. რას ნიშნავს გაუჩინარდნენ? უკან არ მივყვებოდით? რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დაო. სად ჩემი მანქანა და სად ის? მძღოლი მიხვდა რომ ავედევნეთ და თვალს მიეფარა. დაო, გზა ორად იყოფა. საით წავიდეთ? არ ვიცი. მოდი მარჯვნივ წავიდეთ. კარგი დაო. აღარ ჩანან ქალბატონო. 2 კილომეტრით ჩამოვიშორეთ. დედა, ახლა სეჰერს დაურეკე. რამე მოიფიქრე და სახლში დაპატიჟე. იცოდი არ უთხრა სად წავედი. განსაკუთრებით დედამისზე არ დაელაპარაკო. თვითონაც არაფრის თქმის უფლება არ მისცე. კარგი დედა, არ ინერვიულო. არ ვეტყვი რომ ჩინარი შენ ყავს დატყვევებული. როგორ დამამშვიდე. ჩინარმა ის მაინც იცოდა ვისთან რაზე უნდა ელაპარაკა. სხვა გზით წავიდნენ დაო. თუ გინდა უკან დაუბრუნდები და მეორე გზით წავალ. მაგრამ იცოდე რომ დიდი თანხის გადახდა მოგიწევს. ამიტომ გავთხილებ. დედა. გისმენ. ისედაც შენთან მოვდიოდი, სალაპარაკო მაქვს. მალე სახლში ვიქნები. უკან დაუბრუნდეთ. კარგი დაო. ის გველი როგორაა? უიმედოდაა ქალბატონო. საჭმელი მიუტანე, მაგრამ არ ჭამა. წეული. ინებეთ, ახლახან მოიტანეს.
ვიცი ისეთი სულელი არ ხარი ფიქრო რომ ამ საქციელს გაბადიებ ჩინარ. მაგრამ არც მე ვარ იმდენად სულელი რომ შენი ბინძურის სისხლით ხელები გავისვარო. ისეთი საზიზღარი მკვლელი ხარ რომ ამ პატივს არ იმსახურებ. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağa.